გამარჯობა BMG-ის გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს, რომელსაც ბექაბაციკაძე გაუძღვება. გვიყურებთ TV-ს და გვისმენთ ჩვენი პარტნიორი რადიოების თბილისის ერეთის და ციტრუსის საშუალებით. მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7% შემცირდა. ასეთი ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა საქსტატის ინფორმაციით, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ით განისაზღვრა, რომელ სექტორებში შეინიშნებოდა კლება ყველაზე მეტად და სათბით დაფიქსირდა ზრდა. სალომე ცხორიშვილმა მიადევნა თვალი მონაცემებს. სალომე, გამარჯობა, გისმენთ. მოგესალმებით ბექა. პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური კლება დაფიქსირდა. ეს არის კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც უკვე რიცხვებშიც გამოიხატა. და როგორც პროგნოზირებენ, ეს ყველაფერი არ არის აპრილი, ალბათ უფრო მძიმე იქნება, რამდენადაც თუ მარტის პირველ რიცხვებში ეკონომიკური აქტივობა ასე თუ ისე ფიქსირდებოდა, აპრილში პრაქტიკულად ყველაფერი გაჩერებული იყო. გადავიდეთ უშუალოდ მარტში დაფიქსირებულ ეკონომიკურ აქტივობაზე. საქსტატის მონაცემებით 2020 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებაში, ასევე ტრანსპორტის სექტორში. საქსტატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტრანსპორტის სფეროში კლება სახმელეთო და ავიამიმართულებით დაწესებულმა შეზღუდვებმა განაპირობა. მარტის მეორე ნახევრიდან, რამდენადაც ახსოვს 21 მარტიდან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეწყდა საერთაშორისო რეგულარული რეისები, შეიზღუდა სხვადასხვა ტიპის ობიექტების, მათ შორის სასტუმროების, რესტორნების საქმიანობა, რაც რასაკვირველია ნეგატიურ გავლენას მოასწრებდა ქვეყნის ეკონომიკური დისბალანსს. რაც შეეხება სხვა სექტორებს, მკვეთრი კლება გვაქვს ხელოვნების გართობისა და დასვენების სექტორში, რაც დახურული ეკონომიკის პირობებში პრინციპში გასაკვირი არც არის. კლება ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრობის მიმართულებით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, როგორც საქსტატში განმარტავენ, კლება ამ სფეროში განაპირობა ბანკებში საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების კლება. კლება გვაქვს საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საექსპორტო სექტორშიც, როგორიც არის დამამუშავებელი მრეწველობა. 57%-ით არის შემცირებული ფერო, მანგანუმის ექსპორტი. 38%-ით შემცირდა ავტომობილების რეექსპორტიც. შეეხება ვაჭრობას, აქ უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის, რომ შემცირება ძირითადად მოდიოდა სუბუქი ავტომობილების ვაჭრობის ბუნების ხოცულობის შემცირებაზე, დაახლოებით 38%-ით არის შემცირებული სუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. ვაჭრობის დარგში ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაგალითად შემცირდა საბითუმო ვაჭრობა, საწვავით, როგორიცაა ბენზინი, დიზელი, ასევე ბუნებრივი გაზი. შემცირდა საცალო ვაჭრობას, ასევე ძვირფასეულობით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით, ტანსაცმელით და ფეხსაცმელით. რაც შეეხება სექტორებს, სადაც ზრდა დაფიქსირდა 2020 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობასა და ინფორმაციასა და კომუნიკაციის სექტორში. საქსტატში აცხადებენ, რომ მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის, ანუ იმ სექტორზე, სადაც ფულს სახელმწიფო ხარჯავს. დადებითი ტენდენცია შეინიშნებოდა მშენებლობის სექტორში. ძირითადად და ეს ტენდენცია განაპირობა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობამ, განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას გზების, ავტობანების, ხიდების და სხვა საინჟინრო, მსგავსი საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით. აღნიშნულ დარგში და განაპირობა ციფრული ტექნოლოგიებზე მოთხოვნის მოცულობის და შესაბამისად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით დაკავებულ კომპანიების ბუნების მოცულობა გაიზარდა, რაც დარგში დადებით ტენდენციებს განაპირობა. მარტში მკვეთრად შემცირდა ახალ რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა. საქსტატის მონაცემებით გასულ თვეში სულ 2426 საწარმო დარეგისტრირდა, რაც 48%-იანი კლებაა. ასეთია ზოგადი მონაცემები მარტში ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით. მთავრობა, ეროვნული ბანკი და სავალუტო ფონდი საქართველოში 2020 წელს 4%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელოდებიან. რამდენად გამართლდება ეს პროგნოზები, ამას უკვე მომდევნო თვეებში ვნახავთ. საქსტატი ამ ეტაპზე და ზოგადადაც პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს. მადლობა სალომე ცხორიშვილს ინფორმაციისთვის. სასტუმრო